გამარჯობა. შუა დღე მშვიდობისა. კი არა და საღამო მშვიდობისა რა ის შუა დღე. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ შევაჯამოთ რა ხდება დღეს. დარწმუნებული ვარ, ყველა ნერვიულობთ, ფიქრობთ, ურეკავთ თქვენ შვილებს, განსაკუთრებით ვინც უცხოეთშია. შევგროვდეთ ახლა და მას ვქნათ, გავიდეთ, გავარჩიოთ დღევანდელი მოვლენები. მე აქ ვარ, ჩვენი კოალიცია აქ არის, ძლიერი საქართველო აქ არის, 8 საათზე შეკრება გვექნება ოპოზიციონერი დეპუტატების, ვისაც ხმა მოგვეცით და ვინც აგვირჩიეთ, იმათი. ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში და შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი საერთო მიზნისთვის. ეს არის განქოცება, ახალი არჩევნები და საქართველოს გაყვანა ევროპულ კურსზე. ერთი წუთი დავიცადოთ სხვებთან და დავიწყოთ. თუ არ ნერვიულობთ, თლათ უკეთესი ამბავია, მაგას რა ჯობია, მაგრამ ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი ნერვიულობს და ამიტომ კაია რომ ვიმსჯელოთ. ეს რაც ხდება, რა თქმა უნდა, არის თავიდან ბოლომდე ადამიანების დაშინების მცდელობა. ეხლა ეს შეიძლება პოლიტიკოსი ამისთვის მზარდი ხატელი. ვისთანაც შევიდნენ სახში, ჩხრეკაზე, მიჩერებენ უნდა შექმნან სცენარი, რომ ყველაფერი იგეგმებოდა, იხარშებოდა, რაღაცა გადატრიალება მზადდებოდა, აი რო გაგვიკეთა სააკაშვილმა თავის დროზე, იგივე სცენარია, ეტყობა ესენი სადღაც არის დაწერილი, დევს რომელიღაც შენობაში და ყველა ხელისუფალი მერე მოდის და ამას ახლიდან აკეთებს. ეს ხო ნანახი გვაქვს უკვე. დაბრალება და რაღაცა იმისი გადატრიალების მცდელობის ამისთვის კეთდება ეხა ეს არის მცდელობა რომ თან დააშინონ ხალხი ვინც შეცადა ახალია შედარებით არაფერი აქედან არ გამოდის არავინ არ დაშინდება ერთადერთი აი ჩემი ზებრებიანი ჭიქა მენანება ჩემთან თუ ვინმე მოხვალ სახში ამ ჭიქას არ გაგატანთ იცოდეთ ბოლომდე დავიცავ შეიძლება მაგიტომ მოხვიდეთ რომ ეს ჩემი ჭიქა წაიღოთ ზებრებიანი ხო და ეგ არ გამოგივათ ჩემი საყვარელი ჩაის ჭიქა არის ეს ლამაზია ჯერ ეს ერთი ხო და რა თქმა უნდა მზად ვართ რა თქმა უნდა აბატონო სუფთა ხელებით მივდივართ ამ ყველაფერზე ნანახი მაქვს თან ხალხო 2007-8 წლებში ღმერთი რა მქონდა ნანახი აი ეს მეორე ხა რატო გადავიდენ ამაზე იმიტომ რომ ძალიან უჭირთ ხალხო მოდი ვნახოთ რა მოხდა როგორ უჭირთ შეხედეთ რომ გუშინ გაავრცელეს ისეთი ფეიკი მოყუდი სიცილით ქუჩაში ამერიკაში გააჩერეს ვიღაცა ქერა ქალი და გამოაცხადეს ეს ქალი როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი წარმოგიდგენიათ როგორ უჭირთ ერთი საჯარო მოხელე ვერ იპოვეს ნამდვილი თანამშრომელი რომელიმე ამერიკულის სამსახურის ყოფილი კანდიდატი არჩევნები რო წააგო აი ესეთი კანდიდატი იპოვეს 3000 ფოლოვერი რო ყავს Facebook-ში არ ხუმრობ ამას აუღო ინტერვიუ კანალ რასიამ ანუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეგრეთ წოდებულმა ჩვენ რო ვაფინანსებთ და გამოაცხადეს როგორც ტრამპის წარმომადგენელი აი ხა ტრამპის ადგილას გავგიჟდებოდი ამაზე მართლა თან ეს კაცი ვერ ნახეს როგორი ხასიათის არის აბსოლუტურად პირიქით იმოქმედებს ეს ყველაფერი როგორ გაუბედეს ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ქუჩაში გააჩერეს ვიღაც მაღაზიაში და გამოუცხადეს წარმომადგენლად ევროპაში ისე უჭირთ კიდე რა გააკეთეს დღეს აიღეს პოსტივი აი შალვა ავხორცი შალვას ტელევიზიამ და ავხორცი შალვას ტელევიზიამ გამოაქვეყნა ასევე ამოიღო შექმნა
ამერიკის ელჩის განცხადება შექმნა. არაფერი განცხადება არ გავუკეთებია, არც დაუწერია ბოლო დღეებში, არაფერი. უბრალოდ შექმნა. ხო უნდა, ეხლა მე რას მაინტერესებს იცით? რატო ექცევიან თავისივე ხალხს როცხვრის ფარასავით? ხო უნდა ჩაუგდეთ ეს, ეს ჩაუგდეთ, ვისაც იცნობთ ჯერ კიდევ რომ ჯერა, არ ვიცი ეგეთი ხალხი თუ არსებობს, ვინც ამ ცემატყებას უყურებს ქუჩაში და დასისხლიანებულ ხალხს. თავის ხალხნო თქვენ რატო გექცევიან ესე ცხვრის ფარასავით? ეხლა უნდა გამოხვიდეთ და თაყვანი უნდა სცეთ ყაველაშვილს. აი წარმოგიდგენი, თქვენზე აქვს ასეთი წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე კი არა. თქვენზე აქვს ასეთი წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილს, რომ თქვენ ხართ ცხვრის ფარა და ქუჩაში გააჩერებენ ქერა მანდილოსანს ამერიკაში, ვირჯინიის შტატში, ინტერვიუს ჩააწერინებენ და გამოგასაღებენ იმათ, რა ქვია, იაპონიის იმპერატორად და ეს უნდა დაიჯეროთ. აი, წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე. ოღონდ სინამდვილეში რაშია საქმე? ამათ ძალიან უჭირთ. აი, ძალიან უჭირთ. უკვე ასეთ რაღაცებზე მე ერთი მეგობარი რო არ აყავთ უცხოეთში. ერთი მხარდამჭერი რო არ აყავთ დასავლეთში, ხო, ჩანს არ არის ის შეთხზა უწევთ. ვერავინ ვერ იპოვეს, ვინც დაждდება და რამე ნორმალურ სიტყვის. და პირიქით ნახე რა ხდება, გუშინ კიდე გამოვიდა განცხადება. ევროპის საბჭო არის გაერთიანება, სადაც არის 47 ევროპული ქვეყანა, ყველა. მათ გააკეთეს განცხადება და გამოაქვეყნეს მიდგომა, რა თქმა უნდა, დაგმობილია არჩევნები, დაგმობილია ხელისუფლება, გამოცხადებულია არალეგიტიმურად, მოთხოვნილია ახალი არჩევნები, ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებულია სალომე ზურაბიშვილი. ასეთი ამბავია. დასავლეთი ამაზე შეთანხმებულია. ყოველ დღე უბრალოდ ამის გამტკიცება ხდება. არჩევნები გაყალბდა, ხალხის არჩევანი პროდასავლური უგულებელყოფილია, ხელისუფლება მიტაცებულია, ლეგიტიმური ხელისუფლება არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დარჩება პრეზიდენტად და ესეთი ამბავი. ამას არ გადაუხვევს არავის. ეხლა დღეს რა გააკეთეს, მე მინდა რომ უყუროთ. დაინახეს, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს აქციებს და აქციებზე არის ყველა საქართველოს მოქალაქეები და ყველა ვართ იქ ერთნი. პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები, ინჟინრები, მასწავლებლები, ყველა ერთია. დედაჩემი ამბობდა დღეს, რომ აქციაზე წამოვალო ხალხო. არ შეიძლება, აი მესმის რომ ბევრს უნდა, მაგრამ არ შეიძლება იმ ხალხის დარბევა, გუშინ რაც გააკეთეს და გუშინ წინ გაფრთხილების გარეშე ხალხს არბევენ მიტინგებს, სადაც არის მოხუცები არიან 70 წლის და 80 წლის და 5-6 წლის ბავშვები დადიან სოლიდარობის მიზნით 6 საათზე, 7 საათზე. გუშინ წინ აქციის დარბევა რო დაიწყეს საღამოს 7 საათზე. რა იყო ესა? სად იყო ეგ ძალადობრივი ელემენტი? არაფერი ძალადობა არ იყო. ხო და ეს არის, მე მინდა უთხრა რომ თან ეს ხო დაინახეს რომ არ არიან აქციებზე. მოკლედ, არ გამოდის ამის განაცება რა, არ გამოდის, ცდილობს ოცნება და ნადეჟდა ტელევიზია ცდილობს რომ გაანაცოს ეს აქცია, არ გამოდის და ამიტომ დღეს ეხლა უნდათ რომ გამოიყვანონ, დააკავეს ნაცები, დააკავეს ახალგაზრდა ნაცები და აუცილებლად რომ გამოიყვანონ და თქვენ დაგაჯერონ რომ ეს არის ნაცების აქცია. არავინ არ დაიჯეროთ. მოდით აქციაზე. თუ გინდა ნახოთ ვინ არის აქციაზე, მოდით. იქ არის ხალხი. იქ არის უამრავი ხალხი და ჩვენ გავართ ხალხის გვერდზე. ამიტომ ეს არის ამათი სტრატეგია. ეხლა რომ წამოწიონ თქვენს ნაცების ახალგაზრდები დავაკავეთ და ეხლა რაც ვნახეთ ადრე სააკაშვილის დროსაც ეს გვაქვს ნანახი, შექმნიან რაღაცა საქმეს, რომ იკერებოდა შეთქმულება და გადატრიალება იგეგმებოდა. აი სამარცხვინო სცენარია მართლა რა. სინამდვილეში შეხედეთ ეკონომიკას, შეხედეთ ლარის კურსს, შეხედეთ სახელმწიფოს, სად მიდის აქედან ჩვენი სახელმწიფო. ამ კითხვებზე აქვთ ამას პასუხი გასაცემი. ჩვენზე კინო ლაპარაკობენ. სად წავა ქართული სახელმწიფო ამ პირობებში, როდესაც მოამარ კადაფივით მარტო ხარ დედამიწაზე გამოჭედილი იმ პარლამენტის შენობაში. სად უნდა წავიდეს ქართული ლარის კურსს რა ეშველება?
ჩვენ საბანკო სისტემას, რომელიც არის ლონდონში, სანქციების პირობებში, რა ეშვენება ლონდონში ვაჭრობენ ამ ორივე დიდი ბანკის აქციებით. რა ეშველება ჩვენ ეკონომიკას, ჩვენ სიღარიბეს, ჩვენ ფასებს, ეხლა უკაცრავად ლარის კურსი რო გარბის, ეს რას ნიშნავს? ფასები ხო კიდე მოიმატებს. ხო კიდე მოიმატებს. რა ეშველება, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? კიდევ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. რომ დღეს მივაქციოთ ყურადღება, რომ ვიზე მივიდა დარტყმა. დარტყმა კი არა და, ნუ მოკლედ, არაფერი დარტყმა ეს არ არის, შევიდნენ სახლში. ეძებენ იმებს, ქარისტის ქვირებს, ახალგაზრდებზე, აქტივისტებზე, დაიტოვე ჯგუფის ადმინისტრატორებზე, დაფიონის ლიდერებზე, ახალგაზრდებზე, გულანთებულ ხალხზე, რომელიც არიან საზოგადოებაში სარგებლობენ მხარდაჭერით და ავტორიტეტით. და არის მცდელობა, რომ ეგენი დააშინონ. ეს არის. წაიღენ დღეს მაგათი სახლებიდან აპარატურა, უნდა შეამოწმონ ჩეთები, იქნებ ვიღაცა ჩეთაობს შეყვარებულ წელს რაღაცას. ეს არ შეიძლება არანაირად. ნუ კარგით რა მართლა რა. აი, შემდეგი. ძალიან მნიშვნელოვანი არის რა? სიახლე. დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაცხადა, რომ აგროვებს მასალებს და აგროვებს არასამ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, იურისტებთან, მკვლევარებთან ერთად აგროვებს მასალებს, რომ გაიგზავნოს ეს მასალები ჰააგის ტრიბუნალში. ამაზე მე ვსაუბრობდი და როგორც ყოველთვის მეუბნებოდნენ, გაჩერდი რაღაცებს, ნუ იგონებ, მტკიცებულებები, ხალხო, მოკლედ, შეეშვით ამ ჩემ იმას დარწმუნების მცდელობას, არ გამოგდით არაფერი. მაინც მართალი ვარ ყველაფერში, რასაც ვამბობ. მართალი ვარ. საია ამ თქვა და ეს არის ძალიან კომპეტენტური ორგანიზაცია, იცით. თქვა და ეს არის 100%-იანი, რომ როგორც უსწორდებოდნენ ხალხს, ეს არის წამება, არაჰუმანური მოპყრობა, ეს არ არის ცემა. მე მინდა თქვა, როგორც იურისტმა ამას ვამბობ. ნახეთ? ეს არ არის ცემა. როდესაც რამდენიმე ადამიანი დაგესევა, გირტყავენ დაკავების შემდეგ, სისხლი მოგდის, ზემოდან კიდე გემუქრებიან, შეურაცხყოფას გაყენებენ, ეს არ არის ცემა. სამართლებრივად რო ვთქვათ. ეს არის უკვე არაჰუმანური მოპყრობა, წამება. დევნა, რაც გაუკეთეს ხალხთა, რო დაძდევდნენ ხან ვაკის პარკთან და ხან ვაჟა-ფშაველაზე და ხან თამარაშვილზე, რა უნდა სპეცდანიშვილების რა დილას 6 საათზე თამარაშვილზე, რა უნდა? რა უნდა? რა არის ეს? რა უნდა? ეს არის დევნა, ეს სპეცოპერაცია არ არის. ეს არის დევნა ამ ხალხის და ეს მასალები დაექვემდებარება ჰააგის ტრიბუნალის გამოძიებას. ვინც იძიებენ? სლობოდან მილოშევიჩი, სერბეთის დიქტატორი, რომელიც ბოლო-ბოლო თვითონ სერბებმა მოკიდეს მაგას ხელი და გაუშვეს იქ. აი ასე. და სირიის დიქტატორი, კიდევ სუდანის დიქტატორი. აბა ამ მეთოდებით გამკლავება ხალხთან, ხო როგორ გონიათ, როგორ არის? არ არის არაფერი აქციის დაშლა. ნუ წითელი ხაზი არის დარღვეული. ეხა შემდეგი მინდა ვთქვა. ხო და მიხარია მოკლედ საიამ, რომ გაითვალისწინა ეს იდეა, რომელიც მე ვთქვი, როგორც იურისტმა და საერთაშორისო სამართლის მცოდნემ, ჩემი პროფესიით და ეს ყველაფერი შეგროვდება და წავა, დიდი მადლობა და კაი საქმეა ეგ. გავაგრძელოთ შემდეგი. საჯარო მოხელეები, ვიცით მწერთ და ყველას მოგეწონათ რა ჩართვაც გავაკეთე ვატო მახარობლიშვილზე, ჩვენ ელჩზე, ევროკავშირში, ამის მერე სასტრაფო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრა ჩაატარა და შეხვედრაზე ეჯდა 30 კაცი. შეხვედრაზე ეჯდა 30 ადამიანი. მთელი საგარეო საქმეთა სამინისტროდან 30 ადამიანი ეთყობა, არ იყო მეტი, მოთქვა სიცხე მაქვს ზოგმა თქვა და ის მაქვს აყიდელიო. პური მაქვს აყიდელიო მაღაზიაშიო ალბათ. თორე ხა პრემიერი მოვიდა, თუ შენ პრემიერად თვლი საგარეო საქმეთა. აუცილებლად დღეს მთელი ბედი კიდია მიხშობენ კიდე ხალხო, მიხშობენ. მთელი ბედი კიდია საჯარო მოხელეებზე. ელჩებს. თავიდან რო ავიცილოთ დაპირისპირება
თავიდან რომ ავიცილოთ სიტუაციის გამწვავება, თავიდან რომ ავიცილოთ ის რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოხვეს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ თელმა მართლობამ თქვას თავისი სიტყვა, მორალური ხაზი თამარ ბერუჩაშვილი, ჩვენი მინისტრი, ჩვენი ელჩი ახლა თუ რუმინეთში, ჩვენი ელჩი რუმინეთში. ხო? ინტეგრაციის მინისტრი. ინტეგრაციის მინისტრი პირველი ამ ხელისუფლების დროს. სად არის? სად იმალება? რას ეუბნება რუმინეთის ხელისუფლებას ახლა? რომ ეს ევროპული კურსია? რას ეუბნება? გამაგებინეთ. ეს ადამიანი, რომელიც ოცნების იმაში იყო, სათავეში იყო, საგარეოს მოადგილე იყო, მერე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მერე ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე იყო, მერე ელჩი იყო ბრიტანეთში. რას ეუბნება თამარ ბერუჩაშვილი? რას ეუბნება? რო ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთში, რომ დემოკრატიაა? და რომ პატარა ბავშვებს რო ასიწყლიანებ ქუჩაში, შენ ისა ხარ, რა ქვია, დემოკრატი ხარ? თუ რო ჩვენ ვართ რუსები, ზუსტად ისე როგორც ნაცები აკეთებდნენ. ზუსტად ისევე როგორც ნაცები აკეთებდნენ. ტელეფონის ზარისთვის იჭერდნენ ხალხს მაშინ. ხო და აი კიდევ ერთი რაღაცა უნდა უთხრა რა და ბოლოს დავამთავრებ ახლა მიმართვას. ხო ყავთ ოცნების მიმდევრები. ხალხო უთხარით. მე მესმის, რომ ჩვენ ვიბრძოდით ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძოდით პოლიციის თავგასულობის წინააღმდეგ. ჩვენ გქონდა ლოზუნგი სისტემა უნდა დაინგრეს. ჩვენ გვცემდნენ, გვდევნიდნენ, გვისწორდებოდნენ. ახლა როლები შეიცვალა. მაგრამ ახლა ხო არ შეიძლება იმავე ხალხს მოსწონდეს რაც ხდება. ხო როდესღაც უნდა ამოვიდეთ იქიდან რომ ისინი დასდევდნენ ამათ, მე ესენი დასდევდნენ იმათ. იგივე მეთოდით. ხალხო ეს არ შეიძლება. ქვეყანა ეწირება ამას. გააკეთეთ არჩევანი ძალადობის წინააღმდეგ. გადაგმეთ ერთხელ და სამუდამოდ გამოაჩინეთ ხერხემალი. ხალხო სერგო თეთრაძის ამბავს რო ყვებოდი, სულ ამას ყვებოდი 7 ნოემბერი რო ვიძახოდი 7 ნოემბერი 5ჯერ 6ჯერ 7 ნოემბერი მოხდა უკვე 6ჯერ 7 ნოემბერი მოხდა თბილისის ქუჩებში 300 ადამიანი არის სახედალეწილი შეგდებული საპატიმროში ეხლა მე თქვენ გეუნებით ჩვენ რო ვიბრძოდით მაშინ ვამბობდით რომ სერგო თეთრაძე მე ვამბობდი სერგო თეთრაძე რომ დაიჭირეს და აწამეს, ცემეს, მერე გავიდა სასამართლოზე და ნაცემი გაუშვეს მერე პატიმრობაში და გარდაიცვალა ის კაცი. ეხლა მე თქვენ გეუნებით. დღეს რო 300 კაცი არის იგივე მდგომარეობაში. ეს როგორ არის ნორმალური? ეს როგორ არის წესიერი? ეს არ შეიძლება რომ დასაშვები იყოს ხალხო. არაფრით არ შეიძლება. თუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ შევიკრიბოთ მობილიზდეთ ძალადობის წინააღმდეგ. ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ, ჩაგვრის წინააღმდეგ, შვიდობიანი ადამიანის წინააღმდეგ, როგორ ქუჩაში მოვდიოდი და თავზე დამეცა გაზის კაფსულა, ის ბავშვი დღეს ავათროა და რეანიმაციაში როა, გაზის კაფსულა მოხდა. როგორ შეიძლება დამიზნებით გაზის კაფსულების სროლა? ეს მოგეწონებოდათ თქვენ მიშას რომ ხო არ მოგწონდათ მიშამ რო აკეთებდა ამას. ხო არ მოგწონდა, მეც არ მომწონდა და ხო იღებდით ამის წინააღმდეგ ხმას. დღეს რატო ხართ ჩუმად? დღეს რატო ხარ ჩუმად გამაგებინე რა ჭრიდა კერო არის ეს რა ჭრიდა კერო მეორე ქრისტიანობა ხა და ბოლოს რაღაცას ვიტყვი რა ეხა ნახეთ ქრისტიანობას რო ემაშვებით რა ქვია მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა ეს როგორ არის ქრისტიანობა თავარი ქრისტიანული და სწავლება რომ შურის ძიებით არ შეიძლება ცხოვრების წარმართვა თავარი ქრისტიანული სწავლება შენდობა, პატიება, იმიტომ რომ შენ გაითავისუფლო გული ამისგან. ხო, როგორ შეიძლება შენ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მართავს ბოღმით და როგორ შეიძლება ქრისტიანი ხალხი თქვენ ვერ ხვდებოდეთ, რომ ბოღმით ნამართისგან სიკეთე არ გამოვა, გამაგებინეთ. როგორ შეიძლება რომ ვერ ხვდებოდეთ, რომ სიძულვილით და წაქეზებით და ჩაგვრით და ყველაფერს რო თავი დავანებოთ.
სიძულვილით, ჩაგვრით და ბოღმით, რომ არ შეიძლება ოჯახს ვერ მართავ, სანათესაოს ვერ მართავ და სახელმწიფოს როგორ მართავ და როგორ უნდა ოცნების მომხრეულად რომ ამის თქმა მინდოდა მითიშავენ ინტერნეტს, უკეთესი წყარო უნდა ვიპოვო, მოკლედ, მე არ მეშინია არაფრის. ჩემ სუსის ვირთხა. ხო, და ეგეთი ხალხი ვართ ჩვენ ზოგადად. და ამ ღერძს, რაც არის ეროვნული თავმოყვარეობა, ვერ